ჩინეთ-ამერიკის სავაჭრო ომი 90 დღით ჩერდება. ჟენევაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის მდივანმა განაცხადა, რომ 100%-დან ტარიფები 10%-მდე შემცირდება და რა იქნება შემდეგ 90 დღეში გადაწყდება. სკოტ ბესენტის თქმით, ორივე ქვეყანამ საკუთარი ეროვნული ინტერესები კარგად წარმოაჩინა, ორივე ქვეყნის ინტერესშია დაბალანსებული ვაჭრობა. ამერიკა გააგრძელებს ამის კენსვლას. ჟენევაში გამართული მოლაპარაკებები პირველი პირისპირ შეხვედრაა მსოფლიოს ორი უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყნის წარმომადგენლებს შორის. მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ადმინისტრაციამ სავაჭრო ომები ოფიციალურად დაიწყო და ასეულობით ქვეყნის წინააღმდეგ საიმპორტო გადასახადები დააწესა. ჩინეთის წინააღმდეგ დაწესებულმა ტარიფებმა 100%-ად გადააჭარბა. ამას ჩინეთმა ასევე საპასუხო ზომებით უპასუხა და სატარიფო მარჟამ ჩინეთის შემთხვევაშიც ამერიკის წინააღმდეგ 100%-ს გადააჭარბა. მართალია ბოლო პერიოდში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ახალი სატარიფო პოლიტიკის ფარგლებში მიღებული რიგი გადაწყვეტილებები უკვე შეცვალა, თუმცა ამ ეტაპზე კვლავ ნარჩუნდება 25%-იანი საიმპორტო ტარიფი, რომელიც შეერთებულ შტატებში შეყვანილ ახალ ავტომობილებსა და ასევე ავტონაწილებზე ვრცელდება. მონეტარული პოლიტიკის ბოლო ანგარიში ეროვნული ბანკი სწორედ შეერთებული შტატების მიერ ავტოინდუსტრიისთვის დაწესებული ტარიფების საქართველოზე შესაძლო გავლენას აანალიზებს. კერძოდ, სების შეფასებით, თუ კი 25%-იანი ტარიფები სამომხმარებლო ფასებს სრულად გადაეცემა. შეერთებული შტატებიდან საქართველოში ავტომობილების იმპორტი დაახლოებით 11%-ით შემცირდება. იმპორტის შემცირებას კი შესაძლოა ასევე გავლენა ჰქონდეს საქართველოდან რეექსპორტის მიზნით გაყვანილი ავტომობილების მოცულობაზეც. შესაბამისად, დაანონსებული სატარიფო პოლიტიკის აღსრულება ერთი მხრივ მაღალი ფასის გამო იმპორტში ამცირებს, თუმცა ამავდროულად რეექსპორტიდან მიღებულ დამატებულ ღირებულებაზეც და ეკონომიკურ აქტივობაზეც შესაძლოა უარყოფი და დაისახოს. იმ დაშვებით, თუ 25%-იანი ტარიფები სამომხმარებლო ფასებს სრულად გადაეცემა, ხოლო იმპორტის ფასის მიმართ ელასტიურობა 0.79 მიასეც უდრის, ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში ავტომობილების იმპორტი დაახლოებით 10.7%-ით შემცირდება. იმავდროულად, თუ დაუშვებთ, რომ ექსპორტის ფასის მიმართ ელასტიურობა 0.45 მიასედია, საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი 10.8%-ით შემცირდება. ასევე მეორადი და ახალი მანქანების სამომხმარებლო კალათის შემადგენელი ნაწილიცაა და მსოფლიო ბაზარზე ავტომობილების გაძვირების შემთხვევაში მთლიან ინფლაციას ეს ფაქტორი დაახლოებით 0.1%-ული პუნქტით გაზრდის. დამატებითი სცენარით საქართველოს ავტომობილების ბაზრის სტრუქტურული შემადგენლობა შესაძლოა შეიცვალოს და ამერიკის შეერთებული შტატებიდან ავტომობილების იმპორტის სხვა ალტერნატიული წყაროები ჩანაცვლეს, თუმცა თუ ალტერნატიული წყაროები სრულად ვერ ჩაანაცვლებს ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიწოდებას, ამან შესაძლოა რეგიონში საქართველოდან ავტომობილების ვაჭრობის შემცირება გამოიწვიოს. ამერიკის შეერთებული შტატების სატარიფო პოლიტიკას საქართველოს ავტობაზარზე გავლენა გარკვეულწილად უკვე ჰქონდა და ქვეყანაში შეერთებული შტატებიდან შემოყვანილი მეორადი ავტომობილები გაძვირდა. როგორც იმპორტიორი კომპანიების ნაწილში აცხადებენ, უარყოფითი მოლოდინების გამო თავად ამერიკის აუქციონებზე მეორადი ავტომობილები 4-5%-ით გაძვირდა, რამაც ქართულ ბაზარზე ძირითადად დაბალბიუჯეტიან ავტომობილებზე ფასები დაახლოებით 10-15%-ით გაზარდა. რაც შეეხება ამერიკიდან იმპორტის შემცირების პერსპექტივას, როგორც მაგალითად, კავკასიის ავტოიმპორტში აცხადებენ, ამ მოცულობით ფასების ზრდა იმპორტზე არსებით გავლენას ვერ იქონიებს, თუმცა ფასების ზრდის ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში შესაძლოა ასეთი სცენარიც ვიხილოთ. ამ ეტაპზე, რაც დანამდვილებით ვიცით და შტატების ორმა უმსხვილესმა მეორადი ავტომობილებით მოვაჭრე აუქციონმა, რაც ასე ვთქვათ, მოუაწოდა, ეს არის დაახლოებით 4.3%-ით არის გაზრდილი მეორადი ავტომობილებზე ფასები. ჩვენ ბაზარს ჰქონდა, ასე ვთქვათ, ერთგვარი რეაქცია, ეს მოლოდინებმა იმ სეგმენტებში, იმ კატეგორიებში, სადაც ასე ვთქვათ, დეფიციტური ან მოთხოვნა მიწოდება დაბალანსირებული იყო, იქ გააძვირა ავტომობილების ფასები დაახლოებით 10-15%-ით. ვფიქრობთ, რომ ეს ზრდა ვერ გამოიწვევს იმპორტის შემცირებას, ეს 5% არ არის ის მაჩვენებელი, რამაც შეიძლება ამაზე ზეგავლენა იქონიოს. თუმცა თუ ტენდენცია მზარდი იყო და ავტომობილის ფასები მომავალში კიდევ უფრო გაიზარდა, ეს რა თქმა უნდა გავლენას მოახდენს იმპორტის შემცირებას. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთვის ავტომობილების მთავარი იმპორტიორი ქვეყანაა. წელს სამ თვეში ამერიკიდან სულ 352 მილიონი დოლარის ღირებულების ავტომობილები შემოვიდა, რაც მთლიანი იმპორტის თითქმის ნახევარია. ავტოიმპორტიორების ნაწილი აცხადებს, რომ შეერთებული შტატების ტარიფებს საქართველოს ავტობაზარზე იმ მოცულობის გავლენა ვერ ექნება, რომელიც ფასებსა და სავაჭრო ნაკადებზე მკვეთრად დაისახოს. სანამ იმპორტირებული მანქანა მომხმარებლამდე მივა და მომხმარებლიდან მოვა აუქციონზე, ეს მანქანა, ამ მანქანას აქვს გასავლელი დრო.
არ არის გამორიცხული რომ ახალი ზუსტად ახალი იმპორტირება 2000 მილი ქონდეს გავლილი და ის მანქანა მოხდეს, მაგრამ ეს არ ქმნის აუქციონების სადღაც 15-20%-ამდე, მეტი 80% არის ის მანქანები, რომლებიც უკვე გაყიდულია, მოხმარებაშია და შესაბამისად ან უკვე ბოდიში დამტროულია და ჩამოწერილია და იყიდება აუქციონი. აი ესეთი მდგომარეობა. ისე რა ასახვასთან ძალიან დიდ გაძვირებას არ უნდა ელოდებოდეთ. ავტოიმპორტიორთა ასოციაციაში კი ყველაზე მეტ პოტენციურ რისკს რეექსპორტის ნაწილში ხედავენ. ასოციაციაში ამბობენ, რომ მოვლენების ნეგატიური სცენარით განვითარების შემთხვევაში შესაძლოა საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი შემცირდეს და ქვეყანამ გარკვეულწილად ავტოჰაბის ფუნქცია დაკარგოს. ასოციაციის თავმჯდომარე ამბობს, რომ პროცესების ასეთი განვითარება იმ შემთხვევაშია მოსაოდნელი, თუ კი საქართველოში ამერიკიდან იმპორტირებული ავტომობილები იმდენად გაძვირდება, რომ ქვეყნის ძირითადი სარეექსპორტო ქვეყნების სხვა ბაზრებზე გადაეწყობიან. ამ შემთხვევაში კი საქართველოს როგორც ავტოჰაბის ფუნქცია იკარგება. ნეგატიური სცენარის შემთხვევაში ეს გამოიწვევს ფასების ზრდას და ბუნებრივია თუ საქართველოში გაიზრდება ფასები, რეექსპორტის ფასებიც, რეექსპორტზე გასული ავტომობილების ფასებიც გაიზრდება. ალბათ დაახლოებით ასე 25-30%-ის ასე ვთქვათ ფასის მატების შემთხვევაში შეიძლება მივიღოთ ის, რაზეც ეროვნული ბანკი პროგნოზირებს. იგივე ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის ჩვენ ერთადერთი ალტერნატივა არა ვართ, ეს კარგად უნდა გვესმოდეს. იმიტომ იქ შედის დუბაიდან შედის და ჩინეთი მეზობლათაა და ჩინეთიდან შედის. თუ მნიშვნელოვანი ზრდა იქნება ფასების, ბუნებრივია იქნება ჩინური ავტომობილები იქნება მაშინ ამერიკული ავტომობილების ალტერნატივა იგივე ცენტრალური აზიის ქვეყნების. და თუ ეს მოხდა ცენტრალური აზიის ქვეყნებში და ნაწილობრივ ალბათ ჩვენთანაც ალტერნატივა თუ დადგა ასე საკითხი რომ ჩინური იქნება, ჩვენ ბუნებრივია ხაბის ფუნქციას დავკარგავთ. ჯერჯერობით საქართველოსთვის უმსხვილეს სარეექსპორტო და შესაბამისად საექსპორტო პროდუქციად ავტომობილები რჩება. წელს ამ თვეში საქართველოდან ექსპორტზე სულ 500 მილიონი დოლარის ღირებულების ავტომობილები გავიდა, რაც თანხობრივად თითქმის 13%-ით გაზრდილი მაჩვენებელი იყო. რამდენად შეიძლება გამართლდეს ეროვნული ბანკის პროგნოზები შეერთებული შტატების სატარიფო პოლიტიკის გავლენაზე საქართველოს ავტობაზართან მიმართებაში? ეს საკმაოდ ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. გლობალურ ბაზარზე ყავა ძვირდება. მაისში ყავის ფასი 8%-ით გაიზარდა და წლიურ ჭრილში ფასის მატებამ 100%-ს მიაღწია. საერთაშორისო ბაზარზე გაზრდილი ფასები საქართველოსაც აისახა და საქსტატის მონაცემებით იანვარ-მარტში წლიურ ჭრილში ყავის იმპორტის 22%-ით კლების მიუხედავად ჯამური ღირებულება მაინც 43.5%-ით გაიზარდა. ფასის შენარჩუნება ყავის მსხვილმა იმპორტიორებმა პირველ ეტაპზე მარაგების ხარჯზე შეძლეს. თუმცა სარეალიზაციო ფასები მაინც გაიზარდა. ბევრმა დისტრიბუტორმა კომპანიამ საკუთარი მარჟის ხარჯზეც კი მოახდინა, ანუ შეამცირეს მარჟა იმისთვის, რომ რაღაც კონკრეტული დიდი მსხვილი კლიენტი არ დაეკარგათ. არ ვიცი, ეს პერიოდი ახალი ზრდა ზოგადად რას მოგვიტანს და რამდენად დრამატული იქნება, იმიტომ რომ ყველა ფიქრობდა, რომ $8.50 ზემოთ უკვე აბსურდია, ხო, წავიდეს, მაგრამ არის პროგნოზები, რომ $11-12 შეიძლება ავიდეს. პროდუქტების ღირებულება დაახლოებით 10-15%-ით გავზარდეთ. და ესეც აი მაქსიმალურად შევინარჩუნეთ ესე ძირითად პროდუქტებზე ისეთი ფასები, რომ ჩვენ ლოიალურ მომხმარებლებთან და ასე შემდეგ შევთავაზოთ როგორც აქამდე მაღალი ხარისხის პროდუქტი და მისაღები ფასი. ყავის ფასების დაკორექტირება მოუწიათ კომპანია იულიუს მაინლიშიც. ავსტრიული ბრენდის ქართულმა წარმომადგენლობამ პროდუქტის ფასს ოქტომბერში და მეორედ აპრილში გადახედა. კომპანიის დირექტორის პროგნოზით გაძვირების ტრენდი გაგრძელდება, რაც ადგილობრივი ბაზრისთვის, განსაკუთრებით კი მცირე ზომის კომპანიებისთვის საფრთხის შემცველია. ბაზარზე ფასები ნელ-ნელა გაიზრდება, თუმცა ბოლო ზღვარი როგორ გაჩერდება არავინ იცის. დიდი კომპანიები, რა თქმა უნდა, ინარჩუნებენ გარკვეული პერიოდი ამ ფასებს, გარკვეული სხვა ხარჯების შემცირების ხარჯზე. შეიძლება რაღაც პერიოდის განმავლობაში ბაზარზე გამოჩნდნენ ისეთი პატარა კომპანიები, რომლებიც ვეღარ შეძლებენ ესეთი ტენდენციის გაძლებას. 10-12%-ით არის გაზრდილი, ესეც ყველაზე მინიმალური. ეხლა ბოლო პერიოდში ისე, როდესაც დაიწყო ზრდა,
დაახლოებით 35-40%-ით გავზარდეთ ჩვენ ფასები, იმიტომ რომ აქტიურად ვერ ვიჭერთ სხვანაირად, იმიტომ რომ თვითონ მომწოდებლისგან ხდება ამ პროდუქციების გაძვირება. გლობალურად ყავის გაძვირების მიზეზებს შორის პროდუქციის მწარმოებელ ტროპიკულ ქვეყნებში მომატებული ბუნებრივი კატაკლიზმები სახელდება. განსაკუთრებით დიდი გამოწვევის წინაშე მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი მწარმოებელი ბრაზილიაა. კრიზისის ფონზე კომპანიები დიდი რაოდენობის მარაგებს წინასწარ ყიდულობენ, რაც მოთხოვნა მიწოდების ბალანსზე დამატებით წნეხს ზრდის. უკვე ბოლო ერთ პერიოდს გადავავლეთ თვალს, ნახავს დაახლოებით +8%-იან ზრდას. ყავის გაძვირებას რეალურად განაპირობებს ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი და ეს ფაქტორი არის ბრაზილია, სადაც მოსავალი არის გაუარესებული, რაც თავისი ასით განაპირობა კლიმატური პირობების გაუარესება. ვინაიდან ჯერ იყო გვალვა, შემდეგ იყო ნიადაგის გამოსჭობა და საბოლოო ჯამში ამან მიგვიყვანა მოსავლის გაუარესებამდე. ამას შემდეგ უკვე დაემატა წარმოებლების მხრიდან პანიკური შეზღუდვა მარაგებისა, რამაც მიგვიყვანა უკვე სპეკულაციურ ფასამდე, რომელიც როგორც უკვე ვთქვი, 100%-ით არის გაზრდილი ერთ წლიან პერიოდში. სავარაუდოდ, მიწოდების მხარე ჯერჯერობით ვერ გამოსწორდება, ვერც უახლოეს მომავალში, ამიტომაც მოსალოდნელი არის, რომ ფასები წინა წელთან შედარებით ისევ და ისევ მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება. საქართველოს ყავის ასოციაციის პრეზიდენტის შეფასებით საერთაშორისო ბაზრებზე ყველაზე მეტად ფასის ზრდა არაბიკას ყავაზეა, რომლის ღირებულებაც ბოლო 1 წელში რეკორდულ მაჩვენებლებამდე გაიზარდა. მიზეზებს შორის კი არასახარბიელო კლიმატური პირობები, მუშახელის სიმცირე და სუეცის არხის გამოწვევების ფონზე გაძვირებული ლოჯისტიკა. პრობლემა აქვს აფრიკელ, ესე რომ ვთქვათ, ყავის წარმოებლებს, რომელიც ძალიან აქტიურად ჩაერთნენ ბოლო წლებია ხარისხიანი ყავის ინდუსტრიაში, ტრანსპორტირების, რადგან სუეცის არხის პრობლემებია და ჯერ კიდე გემებს საფრთხეები აქვს. ამიტომ მარშრუტები საკმაოდ დაგრძელებულია, ესეც გავლენას ახდენს, ასევე მუშახელის პრობლემა. ყავის ბიზნესში ეს არის იმ ფერმერების, ასე რომ ვთქვათ, ინტერესის დაკარგვა, რადგანაც ახალი თაობა უკვე მათ არ სურთ, რომ ჩაიბარონ ეს მამამისის, ბაბუამისის შთამომავლობა. მან ყოველთვის ძნელი არის საბოლოო ჯამში შეინარჩუნო იგივე მოცულობით ეს პროდუქტი, რა მოცულობითაც მოიხმარს მთელი სამყარო. საქართველოს ყავის იმპორტი მარტში 56%-ით გაუძვირდა და მოცულობა კი 8.8%-ით შემცირდა. ამავე პერიოდში ყველაზე დიდი მოცულობებით ყავა ინდონეზიიდან 3.8 მილიონი დოლარის ღირებულების 764 ტონა გვაქვს ნაყიდი. ყავის ტოპ იმპორტიორების სიაშია ვიეტნამი, რუსეთი, იტალია და ბრაზილია. ენერგეტიკულ ბირჟაზე აქტივობა გაიზარდა, ელექტროენერგიის ფასი კი შემცირდა. ენერგეტიკული ბირჟის ოპერატიული მონაცემებით აქტივობა განსაკუთრებით მაისშია გაზრდილი. 9 მაისის ჩათვლით ბირჟაზე ჯამში 9676 მეგავატი ელექტროენერგია 125 ლარად გაიყიდა, ანუ დაახლოებით 9.6 მილიონი კილოვატი-საათი ელექტროენერგიის შემთხვევაში 1 კილოვატ-საათზე ფასი 12.5 თეთრია. სემექს ჯერ არ გამოუქვეყნებია საბალანსო ელექტროენერგიის ფასი თვიურ წრილში, თუმცა მარტში თითქმის 17 თეთრამდე იყო ელექტროენერგია გაძვირებული. როგორც წლიური სტატისტიკა აჩვენებს, მცირე მოცულობის ვაჭრობის მიუხედავად ბირჟაზე ელექტროენერგია საბალანსო ფასზე იაფიღირს. ენერგეტიკული ბირჟა გარდამავალი მოდელით 2025 წლის 1 ივლისამდე მუშაობს. გარდამავალ მოდელში ბირჟაზე ვაჭრობა ხდება საათობრივი პროდუქტებით, ხოლო საბალანსო ელექტროენერგიისთვის საანგარიშო პერიოდია თვე. ივლისიდან ვაჭრობა პლატფორმაზე სრულყოფილად უნდა დაიწყოს. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ექსპლუატაციაში ახალქალაქის საერთაშორისო სარკინიგზო სადგურის გაზმომარაგება იგეგმება, რისთვისაც კომპანია მარაბდა კარწახის რკინიგზზე 1.3 მილიონ ლარს დაახარჯავს. რკინიგზის სადგურის გაზმომარაგებისთვის ახალი 15 კილომეტრიანი გაზსადენი უნდა აშენდეს, რისთვისაც ხელშეკრულება SG Gaz კომპანიისგან გაფორმდა. ახალი გაზსადენის მშენებლობისთვის თანხა აზერბაიჯანულმა მხარემ უკვე გამოყო. კომპანიის მიერ შესყიდვების სააგენტოში წარდგენილი განმარტებითი ბარათიდან ირკვევა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა დასკვნით ფაზაშია და საერთაშორისო სადგურის გაზმომარაგება სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან აღნიშნულის გარეშე შეუძლებელი იქნება სარკინიგზო მაგისტრალის ექსპლუატაცია. ახალქალაქის ვაგზლის შენობა დებულია მსოფლიოში ცნობილი გერმანელი არქიტექტორის იურგენ მეიერის მიერ. ახალქალაქის სადგურმა უნდა უზრუნველყოს როგორც სატვირთო, ასევე სამგზავრო გადაზიდვები. ანაკლის ღრმაწლოვანი პორტის ინფრასტრუქტურის პარამეტრები შეიცვალა. ეკონომიკის სამინისტროს კომპანია შეპესე ანაკლის საზღვაო ნავსადგურის მიერ გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტში წარდგენილი დოკუმენტაციით ახალი პორტის ტალღმტეხი ნაგებობის სიგრძე 1500 მეტრის ნაცვლად 1370 მეტრი იქნება. ასევე შეიცვლება და მცირედით ჩრდილოეთით წაინაცვლებს პორტის მოსაბრუნებელი ადგილის რადიუსი და 300 მეტრის სიგრძის ნაცვლად
271 მეტრი იქნება. მისასვლელი არხის, მოსაბრუნებელი ადგილისა და ტალღმტეხის ფართობი პირვანდელი პროექტით 123.5 ჰექტარი უნდა ყოფილიყო და ის 113.1 ჰექტრამდე შემცირდა. ანაკლის საზღვაო ნავსადგურის განცხადების თანახმად პორტის სხვა ტექნიკური მახასიათებლები და მისი ტვირთგამტარობის მაჩვენებლები უცვლელად შენარჩუნდება. მეტიც გემების მაქსიმალური ტვირთამწეობა 10,000 ტეუდან 10,600 ტეუმდე უნდა გაიზარდოს. ასევე მოდიფიკაცია შეეხო ფსკერ-დაღრმავებითი სამუშაოების პროცესში წარმოქმნილი ფსკერული მასალის რაოდენობებსაც სანავიგაციო უბანზე 20 მილიონი მეტრ კუბის ნაცვლად ბათიმეტრიული კვლევების მიხედვით ამოსაღები მასალა 7 მილიონ მეტრ კუბს შეადგენს. ანაკლის პორტში საქართველოს მთავრობა 51%-იანი წილის მფლობელი იქნება, საერთაშორისო ინვესტორი კი 49%-ის, თუმცა პორტის პირველ ეტაპზე 600 მილიონი დოლარის ინვესტირების ვალდებულება სწორედ პორტის ინვესტორს ექნება. მთავრობის ინიციატივით დიპლომატიურ სამსახურში დაგეგმილ ცვლილებებს 13 მაისს პარლამენტის კომიტეტში განიხილავენ საგარეო საქმეთა სამინისტროში მომზადებული დიპლომატიური სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტის მიხედვით დიპლომატიური სამსახურის ფასეულობებსა და პრინციპებს ისეთი ნორმები ემატება, რომელთა დაცვაც დიპლომატიური სამსახურის პრინციპების საჯარო ინტერესების, ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების უზრუნველსაყოფად დიპლომატიურ სამსახურში დასაქმებულ პირთათვის აუცილებელი იქნება. ამასთან დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძვლებს ახალი ნორმა ემატება. ამ ნორმის გათვალისწინებით მივლინებული პირის მიერ მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების ისეთი დარღვევა, რომელმაც შესაძლოა ქვეყნის ინტერესების და იმიჯის შელახვა ან ისეთი ქმედების ჩადენა გამოიწვიოს, რომელიც საქართველოს პარლამენტის მიერ განსაზღვრულ საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებსა და სამინისტროს ინტერესებს წინააღმდეგება პირის ვადამდე გამოწვევის საფუძველი იქნება. პირები, რომლებიც გრძელვადიანი სამუშაო მივლინებიდან ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების დარღვევის საფუძველზე იქნებიან გაწვეული, დიპლომატიური სამსახურის რეზერვში ჩასარიცხ პირთა წრეს დაემატებიან. კანონში დაგეგმილი ცვლილებების ფარგლებში სიახლეა ისიც, რომ დიპლომატიურ სამსახურში დასაქმებული დიპლომატიური თანამდებობის პირები და ადმინისტრაციული პერსონალი სხვა საჯარო მოხელეთა მსგავსად დაექვემდებარებიან წელიწადში არანაკლებ ორჯერ შეფასებას ნაცვლად კანონით ჯერ კიდევ მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული წელიწადში ერთხელ შეფასებისა. ამავე კანონის პროექტით გათვალისწინებულია დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის დიპლომატიური თანამდებობის პირისა და ადმინისტრაციული პერსონალისათვის როტაციის ვადის გაგრძელების საშუალების გაზრდა 1 წლამდე ვადით ნაცვლად 6 თვისა. რიკოც ფერდის გამაგრების 62 მილიონლარიანი პროექტი ვადაგადაცილებით მიმდინარეობს ჩქაროსნული მაგისტრალის 159 კილომეტრზე მდებარე ფერდის გამაგრებისათვის კონტრაქტი ქართულ კომპანია სეკურთან 2024 წლის იანვარში გაფორმდა. შესყიდვის თანახმად სამუშაოები 2024 წლის ივნისში უნდა დასრულებულიყო, თუმცა შესყიდვების აგენტოს მონაცემებით პროექტის დასრულება არაერთხელ გადავადდა. ბოლო მონაცემით ის 2025 წლის მარტში უნდა დასრულებულიყო, თუმცა საგადახდო მონაცემების თანახმად 2025 წლის მაისის მდგომარეობით გადახდილია 54.7 მილიონი ლარი, რაც პროექტის ბიუჯეტის 88% შეადგენს. მეწყრული ფერდის სტაბილიზაცია იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ჩუმათელეთი ხევის 11.7 კილომეტრიანი გზის მშენებლობა ამ დრომდე არაა დასრულებული. პროექტზე 330 მილიონი ლარის ღირებულების სამშენებლო ხელშეკრულება 2019 წლის აგვისტოში გაფორმდა. კონტრაქტის თანახმად მშენებლობა 3 წლის ვადაში, ანუ 2022 წლის აგვისტოში უნდა დასრულებულიყო, თუმცა მისი 4 კილომეტრიანი მონაკვეთი ამ დრომდე დაუმთავრებელია. ამის ერთ-ერთი მიზეზი 2023 წლის 30 მარტს გზის 159 კილომეტრზე არსებულ ფერდზე მეწყრული პროცესების გააქტიურება იყო. ამის გამო თვეების განმავლობაში საავტომობილო მოძრაობაზე შეზღუდვები მოქმედებდა, ხოლო ფერდის გამაგრებისათვის კი ტენდერი გამოცხადდა, რომლის ფარგლებშიც ხელშეკრულება 2024 წლის იანვარში გაფორმდა. ჩქაროსნული მაგისტრალის ჩუმათელეთი ხევის მონაკვეთით ნაწილობრივ რიკოთის გზის ძველ მონაკვეთს ემთხვევა, საუბარია რიკოთის ძველი გვირაბის მიმდებარე დაარსებულ 4 კილომეტრიან მონაკვეთზე. გზის ამ მონაკვეთის პარალელურად აშენებული ახალი ორზოლიანი გზა, რომლის მშენებლობაც ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით უახლოეს მომავალში დასრულდება. გზის ამ მონაკვეთის გახსნის შემდეგ რიკოთის გზის ძველი მონაკვეთი დროებით ჩაიკეტება, რომელიც ამჟამად ორმხრივ მოძრაობას ემსახურება. მოხდება ძველი მონაკვეთის რეაბილიტაცია, მოეწყობა 3 ზოლიანი გზა და 5 ახალი ხიდი, რის შემდეგაც მაგისტრალის ჩუმათელეთი ხევის მონაკვეთი სრულად გაიხსნება. თუმცა სანამ გზის ძველი მონაკვეთის რეაბილიტაცია დაიწყება, იქამდე აუცილებელია ახალი საგზაო მონაკვეთების მშენებლობა დასრულდეს.
ახალციხეში, ბორჯომსა და ხულოში ინტერნეტის გაყვანისათვის 25 მილიონიანი ტენდერი გამოცხადა. ტენდერი OpenNet-მა გამოაცხადა, რომელიც მთავრობის დაქვემდებარებაში არსებული ორგანიზაციაა და რეგიონებში ოპტიკურ ბოჭკვანი ინტერნეტის შეყვანისთვის შეიქმნა. ტენდერის თანახმად გეგმება ახალციხის, ბორჯომისა და ხულოს რაიონის სოფლების ოპტიკურ ბოჭკვანი ინტერნეტით დაქსელვის სამუშაოები. პროექტი მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი საკრედიტო რესურსით ფინანსდება და ის პროექტ Login Georgia-ს შემადგენელი ნაწილია. ტენდერის ფარგლებში კომპანიას მონაწილეობის მიღება 25 ივნისამდე შეეძლებათ. ეს 2025 წლის განმავლობაში OpenNet-ის უმსხვილეს შესყიდვას წარმოადგენს. მცირე და საშუალო ოპერატორების ასოციაციის ხელმძღვანელი შეფასებით წინა მენეჯმენტის პირობებში 5 წელი დაიკარგა, თუმცა არსებული გუნდის მუშაობით ის კმაყოფილია უახლოეს მომავალში თბილისი, ქუთაისის დამაკავშირებელი ქსელის შეერთებას ელოდება, რამაც რეგიონში ინტერნეტის ხარისხი უნდა გააუმჯობესოს. პირველი ნაწილი მოდის რომ დასავლეთ საქართველოს გაერთიანების შეერთების დასრულებული და ან წარმატებით. მეორე ნაწილი ეს მაღალმთიანის ნაწილი, მაღალმთიანური რეგიონების ნაწილი, როგორც არის აჭარა და თბილისის შეერთება და მესამე ნაწილი კი არის შიდა ქართლის, ქვემო ქართლის და კახეთის რამდენიმე მიმართულების და დასწრის. შევიდა თქვა რომ პროექტი თითქმის დასრულებულია მას შემდგომ, რაც უკვე თბილისთან მოხდება შეერთება. იმიტომ რომ ძირითადი ნაწილი დაახლოებით ჩვენი მონაცემებით 70% უკვე სწორედ აი ამ ნაწილზე იყო დამყარებული. რეგიონების საყოველთაო ინტერნეტიზაციის ფარგლებში ქსელის სარგებლობისთვის შეთავაზებული კონკურენტული ფასები და კავკასიის ონლაინის მიერ საბითუმო ინტერნეტზე ფასების შემცირების მიუხედავად მცირე და საშუალო ტელეკომ ოპერატორები ფიზიკური პირი მომხმარებლებისთვის ინტერნეტის გაიაფებას არ ელიან. მცირე და საშუალო ოპერატორების ასოციაციის ხელმძღვანელი ლუჩა სეთური ამბობს, რომ ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშის ჩარევით დღეს საცალო ბაზარზე ფასები იმდენად დაბალია, რომ კომპანიებს განვითარების საშუალებას არ აძლევთ. სეთური ამბობს, რომ ყველა ოპერატორი ცდილობს, რომ შეინარჩუნოს არსებული საფასო სეგმენტი, რაც ეხება იურიდიული პირების პაკეტებს. ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ამ მიმართულებით კითხვები ლეგიტიმურია და ვითარებას ბაზარზე კონკურენციის გაზრდა შეცვლის. ვავდარდი თბილისის და ქუთაისის მაგალითად ფასებს ან ფასებს თბილისსა და ზუგდიდში, ერთ და იგივე დიდი ოპერატორის ხედავთ რადიკალურ სხვაობას რა. სამწუხაროდ ეს სხვაობა იმდენად გააფუჭა ბაზარი, იმდენად დაწია ფასები დაბლა. მეც რომ მოსახლეობისთვის შევა მისაღებია, მაგრამ ბაზარს ანადგურებს, იმიტომ რომ არ იძლევა განვითარების საშუალებას, ახალი სერვისების, ახალი კაბელის ჩადების საშუალებას, ხო? გარდა ერთი ძალიან დიდი მნიშვნელოვანი კაი ამბავიც უნდა ვთქვათ ალბათ ის, რომ ერთ-ერთმა ყველაზე მნიშვნელოვანმა ჩვენმა საამაყო საერთაშორისო შემოერთებებმა ევროპასთან შავიზღვისპირეთის მეშვეობით ოპერატორმა კავკასიის ონლაინმა დაწია მისი შეთავაზება გლობალური ინტერნეტის ნაწილში და მათ ქართულ პირადად მენეჯმენტს ძალიან დიდი მადლობა ამისთვის და მარაგრობელ კომისიას, რომელიც ამ ინტენსიურად იყო ჩართული ამ პროცესში. და 5-6 ლარამდე ჩამოიწეს საბითუმო ხარჯი ამმართულებით. მიუხედავად ამისა, იმდენად იყო ფასები დაბლა ჩამოსული, რომ დღეს ჩვენ უყურებთ, რომ ყველა ოპერატორი ცდილობს, რომ შეინარჩუნოს ის საფასო სეგმენტი, რომელიც ეს არის შემოთავაზებული. ამიტომ მოლოდინები იმისა, რომ ბოლო მოსახლეობისთვის ინტერნეტის ფასები შეიძლება რაღაცა შეიცვალოს, არ უნდა კონკრეტ ინტერნეტის ფასები იყო ძალიან მიზეზზე ჩამოსული ისედაც. კორპორატიულ სეგმენტზე კითხვები არის და ეს კითხვები ლოგიკურია და ლეგიტიმურია რომ ჩდება. პორტუგალია, თურქეთი, კვიპროსი, ეგვიპტე და ევროპის ქვეყნები. მიმდინარე ზაფხულის სეზონზე ქართველი დამსვენებლებისთვის წელს ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებებია. ტურისტულ კომპანიებში ამბობენ, რომ მომხმარებელი ეგუება გაზრდილ ფასს, რადგან უმეტეს შემთხვევაში ტურისტული პაკეტები ძვირდება. ჰოთრებელ ჯგუფში განმარტავენ, რომ ფასი საგრძნობლად გაიზარდა თურქეთში დასვენებაზე. ზრდა 30%-ს აღწევს და მთავარი მიზეზი განთავსების ობიექტებში ფასების ცვლილება. გაძვირდა ევროპაში დასვენებაც უმეტესად ავიაბილეთებზე მზარდი ფასის გამო. საბერძნეთის და კვიპროსის მიმართულებით ფასები თითქმის იგივეა, რაც იყო შარშან მიმდინარე პერიოდის განმავლობაში, ხოლო მაგალითად თურქეთი გაძვირებულია 20-30%. მაგალითად თუ ნოემბერში თქვენ შეძლებდით თურქეთის მიმართულებით ტურის შეძენას დაახლოებით 2300 ლარად, დღეს იგივე ტური 5000 ლარზე მეტია. ვერ ვიტყვი, რომ მომხმარებლის ნაკლებობა არის, რა თქმა უნდა არის რაღაც პერიოდები, როდესაც მოთხოვნა ნაკლებად შემოდის, მაგრამ დინამიკა ყოველთვის მაინც მზარდია და მომხმარებელი ეგუება გაზრდილ ფასებსაც, რაც ბუნებრივია, რომ ფაქტია, რომ იზრდება ყოველწლიურად ფასები უმრავლეს მიმართულებებზე, მაგრამ მომხმარებელი ამას ეგუება და მოყვება ჩვენს.
ტურისტული პაკეტების 20-30%-ით ზრდაზე საუბრობს პეგას ტურისტიკის გენერალური დირექტორიც. სალომე ბერაიას თქმით, გაძვირდა სასტუმროში განთავსება, ავიაბილეთები და ტრანსფერი. მომხმარებელთა მიმართვიანობა კი წლიურად 18-20%-ით შემცირდა. მოიმატა ფასებმა საწვავზე შესაბამისად ტრანსპორტის ფასიც გაიზარდა, ანუ ტრანსფერს გულისხმობ ავიაბილეთებზე მოგეხსენებათ ისედაც ყველა ვიცით, რომ ფასების ზრდა გვაქვს პანდემიის შემდეგ ყოველწლიურად იზრდება. და საერთო ჯამში ტურპაკეტის ღირებულებაც არის მომატებული 30%-მდე. გააჩნია მიმართულება, თქვა თურქეთზე 20%-ის ფასნამატი გვაქვს, ეგვიპტეც სადღაც 25%-მდე გვაქვს, ხოლო ევროპის ქვეყნები 30% და ზევით. ყველასთვის საყვარელი ავიაკომპანია, რომელიც ხელმისაწვდომი იყო, თქვა ძალიან ბიუჯეტური უკვე აღარ არის, ხომ ყველა ვიცით, რომ ესეთი ბიუჯეტური და ყველას ისეთი მოლოდინი აქვს მიჩვეულია, რომ ძალიან დაბალ ფასად უნდა გაფრინდეს ევროპაში. სამწუხაროდ ეს ხალხშესაძლებლობა უკვე თითქმის 1 წელი აღარ გვაქვს, იმიტომ რომ საკმაოდ რაც არ უნდა ადრე შევიძინოთ ბილეთი, საკმაოდ ძვირია. წლიურად გაყიდვები განახევდა კომპანია Milky Way-ის შემთხვევაშიც. კომპანიის თანად ამფუძნებელი და ტუროპერატორი განმარტავს, რომ მოქალაქეები ან ინდივიდუალურად მოგზაურობენ, ან თავშეკავებულნი არიან. რაც შეეხება ფასს, სოფო დარბაიძე ამბობს, რომ ყველა იმ ბაზარზე, სადაც ისინი მუშაობენ, ფასები თითქმის არაფერზე გაზრდილა. ტურისტულ პაკეტს კი კურსთა შორის სხვაობა აძვირებს, რადგან ტურისტული კომპანიები პაკეტებს ევროში ყიდულობენ, ლარი ევროს მიმართ მერყეობა კი ბუნებრივია დასვენებას აძვირებს. ზუსტად 5 წუთის წინ ვათვალიერებდი შარშანდელ წლევანდელ ფასებს ერთი და იგივე პროდუქტზე და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ მხოლოდ ევროს კურსმა 1000 ლარიანი პროდუქტი 250 ლარით გააძვირა. აი, მაგალითად შარშან რაც ღირდა 1000 ლარი, წელს მხოლოდ იმიტომ, რომ ევროსთან მიმართებაში ლარი გაუფასურდა, ღირს 1250 ლარი. ამიტომ იმ ყველაფერს თავი დავანებოთ, რომ რაღაცები ისედაც ძვირდება და ფასები იცვლება, ჩვენი რეალობა კიდევ უფრო ცუდია, იმიტომ რომ ლარი არ არის მყარი. ნებისმიერ ბაზარზე არ აქვს მნიშვნელობა ის აზიური ბაზარი იქნება თუ ევროპული ბაზარი, ჩვენ პროდუქტს ყიდულობთ ევროში. მაღალ სეზონზე 15%-ით მეტი ჯავშანი მიიღო Check-in Travel-მა ვიდრე შარშან. თუმცა როგორც ტურისტული კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, ფასი ტურისტულ პაკეტებზე წლიდან წლამდე იზრდება, რასაც უმეტესწილად ავიაბილეთების ფასების მზარდი ტენდენცია განაპირობებს. პერიოდი რაც იყო ხალხში ცოტა გაურკვევლობა, დაძაბულობა ასე შემდეგ და ახან ჩაწყნარდა სიტუაცია, ხალხმა უკვე ძალიან აქტიურად დაიწყო მოგზაურობის დაგეგმვა და ჩვენ უკვე იანვარ-თებერვალში პრაქტიკულად საფხულის ჯავშნების დაახლოებით 60% უკვე წინასწარ ქონდა რეზერვაციები გაკეთებული. ამ კონკრეტული პერიოდის მონაცემებით მაის-ივნისის პერიოდი რაც გვაქვს, ჯავშნების რაოდენობა დაახლოებით 15%-ით გასტილი გვაქვს. გამყვან ტურიზმში არსებული მოლოდინებიდან გამომდინარე მეორე კვარტალი სავარაუდოდ წინა კვარტალზე უკეთესი უნდა იყოს. საქსტატის ოფიციალური სტატისტიკით წინა კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტები თითქმის 4.5%-ით შემცირდა. კლებაა ტურისტულ ვიზიტებშიც. სტატისტიკის მიხედვით ყველაზე მეტი ვიზიტი მეზობელ თურქეთში განხორციელდა. ევროკავშირის წევრი ქვეყნების წილი კი მთლიან ვიზიტებში 18% იყო. აღსანიშნია, რომ პირველ კვარტალში ქართველებმა საზღვარგარეთ 491.5 მილიონი ლარი დახარჯეს, 5.7%-ით მეტი ვიდრე შარშან.